40 ეს ყველაფერი არის აი დღეს ეს ფორმალურობაა. დღეს 40 არის უბრალოდ ხალხი მოდის და სუფრა უნდა გააკეთო და ასე შემდეგ და ახლა ყველაზე დიდი შეკითხვა არის რომ მარხვას ემთხვევა ის დღე და გადავწიოთ თუ გადმოვწიოთ. ამ შემთხვევაში მე ყოველთვის ვურჩევ ეკლესიური სწავლებით რა არის 40. სამეგრელოში იციან ისა კლავის გახსნას ეძახიან. მესამე დღეს. ოღონდ ამას აკეთებენ დასაფლავებიდან მესამე დღეს და ანუ სადღაც მეცხრე გამოდის. სინამდვილეში ეს არის გარდაცვალებიდან მესამე დღეს უნდა მოხდეს. იმიტომ რომ აღსგა მესამე დღეს. ანუ იმის გამეორებაა რაც მოხდა ქრისტეს ლოცვით. და მე-40 დღეს ხო ამაღლდა. და ამიტომ ამბობს ეკლესია, ეს არ არის დოგმატი. ახლა დოგმატსა და ამ სწავლებაშ შორის რა სხვაობაა, რომ სწავლება არის დოგმატია ის რომ 40 დღეს ქრისტე ამაღლდა, ეს ვიცით სახარებიდან. მაგრამ მე-40 დღეს წდება თუ არა, ეს სწავლებაა, მაგრამ დოგმატი არ არის, იმიტომ რომ ეს არ სადარწერია. უბრალოდ იმის მიხედვით ვამბობთ. და მე-40 დღეს წდება საითკენ მიდის ჩვენი სული. არის სწავლება რომ სადღაც 6 დღე ჯოჯოხეთშია, მერე 64-ში და ესე ოქროპირის სწავლება, მაგრამ ეს არ არის დოგმატი, უბრალოდ სული რომ ან ჯოჯოხეთში მიდის ან 64-ში ეს დოგმა.